იყო და არა იყო რა, ლენინზე უკეთესი ვიღა იქნებოდა. ასე იწყება დღესღამარი. 1929-30 წლებში. 25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტაში მჭრელი მახვილი, რომელიც მას აქ დღითი დღე უფრო ღრმად მერჭობოდა. გაბედრებული ვარ და ტანში მუდმივი ჟურჟოლა მივლის. ახლა სატევრის წევრი ზედ გულზე მაქვს დაბჟენილი და ვგრძნობ, ოდრამ რო შევინძრე, ჩამესობა და ისე გამათავებს, რომ გვინვასაც ვეღარ ამოუშვებ. ქართული ნაციონალიზმი, ანუ პატრიოტიზმი, მხოლოდ სიძულვილია უცხოელებისადმი, რომელთაც დაიპყრეს შენი სახლი, ჩვენი ცოლშვილი და ჩვენი ნაშრომი. რუსული ნაციონალიზმი კი აღვირაწყვეტილი სიხარბეა მხეცისა, რომელმაც 10 მეზობლიდან 9 შეჭამა და მე-1000-ს მოითხოვს. დედამდინარეო 3000 წელია რაც წითლდები, დღეს რაც წითელი ქსოვილი მოიძებნებოდა, ყველა შესნაპირებს გადააფარეს, მაგრამ მაინც ვერ გაწითლდი, წითელი კი ხარ სისხლით. 25 თებერვალი, უქმე პატივახდილი დედაკაცის უქმეა, რომელიც სწორედ 29 თებერვლის იხმარეს ძალით. ბაზალეთის ტბისწირიდან განგება მოქრუსაკვანია მოიღო. იმავე განგებამ 3 წლის შემდეგ წითელი ხიშტით უკანვე ჩააგდო. ორი მეგობარი, ბოლ და მენ 1920 წელს შეხვდნენ ერთ ოჯახში. მენმა ის არ დააპატიმრა. მეგობარმა და ნათესაობამ დასძლია სახელმწიფო. 1924 წელს ბოლშევიკმა შეიტყვა მენშევიკი და დააპატიმრა. იმისა და ახალი ქვეყნის შუა 25 თებერვალი ისე აიყიდა, როგორც გარდაუვალი მყინვარი. დღევანდელი ქართული მწერლობა, ხელოვნება და მეცნიერებაც, მეტად მცირე გამონაკლისის გარდა, მოსკოვის ნაბუშარია და საკუთარი ქართული სული იშვიათად მოსჩასადმე. მხოლოდ სრულ თავისუფლებას შეუძლიან ეს უცხო სისხლი მოგვაშოროს, მხოლოდ ქართული პოლარულ რომანტიკას შეუძლიან სავსებით განკურნოს, მაგრამ ამასთვის საჭიროა, რომ ჩვენი ირგვლივ და ჩვენს სულიერ ფიზიკურ ცხოვრებაშიც ნამდვილი გამაჯანსაღებელი კატაკლიზმი მოხდეს. ჩვენ თავს არ ვეყუდნით და ამიტომ მოლოდინის მეტი რაღაც აგვჩენია. 1925 წელს მუხრანში ვიყავე. ილია ჭავჭავაძის მკვლელი მაჩვენეს. არ დავიჯერე. ლევან მეტრეველმა დამიდასტურა. შუტანის ჩასხმული ხეცი, ხშირი ულვაში, გრუზა, გმირად არის ჩათვლილი. ეხლა ყოველივე ცხადია მაგონდება 1909 წელს. სამიოდე იმის ამხანაგ სიკვდილი გადაუწყვიტეს. საზოგადოებამ პატიებას თხოვა. ოლღასაც მიაწერინეს წერილი. აპატიეს, მაგრამ ისტორია გვაპატიებს. დიდად მნიშვნელოვანი ფაქტია. დაწვრილებით განვითარდეს. ეს კაცი მერე ხვრეტდა იმ ხალხს, რომელმაც ისინი გადაარჩინეს. ბერბიჭაშვილი, ილიას მკვლელი 1925 წელს აირჩიეს ცენტრალურ საკკომ წევრად. ბოლშევიზმი უნციკლო და უნზარდო სარკეა რუსის ხალხისა. იგი მისი შვილიც არის, დედაც, შობელიც და შობილიც. ორი ერთია, განუყრელია, ვინც ეს ჭეშმარიტება გაიგო, მან ყოველივე გაიგო. დროა გათავდეს უყალბესის ზღაპარი, ვითომ ხალხი სხვა იყოს. ბოლშევიზმი კი რაღაც განყენებული ციდან ჩამოვარდნილი რისხვაა. ვინც ასე მსჯელობს, თავს ვერ დააღწევს სქოლასტიკურ პოლიტიკას ან პოლიტიკურ სქოლასტიკას.